გამარჯობათ. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო თემაზე. რაც შეეხება შინაური ფრინველების მეგობრობასა და ურთიერთ ანტაგონიზმს, შეიძლება მტრობას ვუწოდოთ, ასე ვთქვათ. ქათმების გუნდში ყოველთვის ყალიბდება იერარქია, სადაც არიან, ვთქვათ, იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომები, ეს უფრო ფიზიკურად უფრო დიდი და ძლიერი ფრინველებია და ზოგი ჯიშიც არის უფრო მეტად აგრესიული და ისინი დგებიან ავტომატურად იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე და იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე არიან ვთქვათ, უფრო ახალგაზრდა ეგზემპლარები და ნაკლებად ფიზიკურად ძლიერები. ეს იერარქია შეიძლება შეიცვალოს მას მერე, რაც ახალგაზრდა ასაკის ფრინველი წამოიზრდება და ეს იერარქია ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ვინ მიდის საკვებთან პირველი, ვინ კბენს და აგდებს, ვთქვათ, თანაგუნდელს საკვებურიდან და სარწყულებიდან და იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ყოველთვის იღებს საკვებსაც და წყალსაც ბოლო რიგში. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სანამ იერარქიით ფრინველების უმეტესობა ერთმანეთს არ გაუტოლდება, უნდა მივაქციოთ, რომ ყურადღება რომ ყველამ მიიღოს საკვები და წყალი. და საკვები და წყალი იყოს არა ერთ, არამედ რამდენიმე საკვებურში განაწილებული, რომ ყველამ შეძლოს კვება და წყლის მიღება. ქათმებს შორის მეგობრობა პრაქტიკულად არ არის, შეიძლება ითქვას, ისინი მართალია სოციალური ფრინველები არიან, მაგრამ ძირითადად მათი ურთიერთობა იერარქიაზეა აგებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ ციცარი, იმიტომ რომ ციცრებს იერარქია გაცილებით უფრო სუსტი აქვს, მაგრამ მათ იციან ერთმანეთში დამეგობრება. ის კი არა, როდესაც ქათმებისა და ციცრების გუნდი შერეულია, ის შეიძლება ზოგიერთ ქათამს დაუმეგობრდეს კიდეც და ასე ვთქვათ, დაიცვას ის ფრინველი, რომელიც იერარქიის დაბალ საფეხურზეა სხვა ფრინველებისაგან. ეხლა მოგიყვებით უბრალოდ ჩემ ემპირიულ დაკვირვებას, როგორ ჩამოყალიბდა ციცარსა და ქათმებს შორის მეგობრობა. ციცარი, რომელიც საკმაოდ პატარა იყო, დაახლოებით იქნებოდა 6-7 კვირის, მოვიყვანე მასზე ცოტა უფროს ორ ბრამას ჯიშის წიწილთან ერთად, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცალკე სხვა გამყიდველისაგან შევიძინე და ციცარი შევიძინე სხვა გამყიდველისაგან. რა თქმა უნდა, ისინი ქათმების ძირითად გუნდში არ შემიშვია, იმ ძირითად გუნდში იყო 14 ქათამი, რომელიც მათზე უფროსები იყვნენ. ესენი ცალკე მყავდა კარანტინში 2 კვირის განმავლობაში, ცალკე გალიაში, ცალკე ვაჭმევდი მათ. და შეიძლება ითქვას, რომ ციცარი იმ ორ ბრამას წიწილს დაუმეგობრდა. კარანტინის შემდეგ ისინი რომ შევაერთე, ციცარის პატარა იყო, ამიტომ დანარჩენმა, ასე ვთქვათ, 14 ფრინველიანმა გუნდმა ისინი დაჩაგარა გარიყა. ყველაზე ბოლოს მიდიოდნენ საკვებთან და ყველაზე ბოლოს მიდიოდნენ ასევე წყალთან. თუმცა იმის გამო, რომ საკვებური რამდენიმეა, ისინი მაინც ახერხებდნენ საკვების და იმის მიღებას. ციცარი მართალია ქათამზე უფრო პატარა იზრდება, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფია და აგრესიულიც. ამიტომ ციცარი რომ წამოიზარდა სადღაც 2 თვეში, იერარქიით გაუტოლდა უფროს ქათმებს, რაც ვერ მოახერხეს მასთან ერთად მყოფმა წიწილებმა. და ამის შემდეგ რა მოხდა? ციცარი ყოველთვის
საკვებთან მიდის ერთ-ერთი პირველი, უпростоრად პირველ თარიგებში, ასევე წყალთან. პირველ რიგში ჭამს, რასაც ვერ ახერხებენ დანარჩენი წიწილები. Აი ეს ორი მისი მასთან დამეგობრებული წიწილი. და ეს ციცარი აგრესიულია ყველა იმ ქათმის მიმართ, რომელიც მანამდე იყვნენ აგრესიული ციცრისადმი, სანამ ციცარი პატარა იყო. ეს მას კარგად ახსოვს აბსოლუტურად ყველას იმ 14 ქათამში უნისკარტებს, კბენს, აგდებს, ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა მათთან არ აქვს. რასაც ვერ ვიტყვი იმ ორ ბრამას წიწილაზე, რომლებიც ეხლა შედარებით დაჩაგვრული არიან სხვა უფროსი ქათმებისაგან, მაგრამ ციცარი მათ შეიძლება ითქვას, რომ ეხმარება. მათთან ერთად დასეირნობს, მათთან ერთად ჭამს. გარდა ამისა, მიჰყავს ისინი საკვებურთან. შემდეგ ასე ვთქვათ, კივის, როდესაც მის მეგობრებს ბრჭყალებში საფრთხე ემუქრებათ და აი საინტერესო რა არის, რომ იმასაც კი დავაკვირდი, რომ ციცარმა შეიძლება ახლა ვიდეოს გადასახება ძალიან ძნელია, რომ ასე ვთქვათ, ნისკარტი ნისკარტზე მოუსვას, აი როგორც ადამიანები კოცნიან ერთმანეთს, აი ესე კოცნიდა ის თავის მეგობრებს. ამ დროს ყველანი ასე ვთქვათ, ერთად არიან, ეხლა უკვე 3 თვეზე მეტია, რომ ციცარიც და ის პატარა ბრამებიც არიან იგივე საკათმეში, სადაც დანარჩენი გუნდი, მაგრამ ციცარს ძალიან კარგად ახსოვს ვისთან მტრობდა, მათთან ყველასთან ანტაგონიზმი აქვს, შეიძლება უკვე ითქვას, რომ უკვე ყველას ჩაგრავს იმ 14-ს, მას მერე რაც წამოიზარდა და ძირითადად იმის ხარჯზე, რომ არა იმიტომ რომ დიდი, არამედ იმიტომ რომ სწრაფია და მოხერხებულია და უფრო აგრესიულია ვიდრე ქათმები. ხოლო აი ამ ბრამებთან, რომლებთანაც დაახლოებით 2 კვირა კარანტინში ერთად იყო და ერთად მეგობრულად ურთიერთობდნენ, იმათთან არა, იმათთან ჩვეულებრივად მეგობრობს, ასე ვთქვათ, მათაც აძლევს საშუალებას, რომ საკვებურთან მივიდნენ, შეიძლება დაიცვას სხვა ფრინველისაგან, ანუ სხვამ რომ ამ ციცრის მეგობრს უკბინოს, ეს ციცარის ჩაუნისკარტებს საპასუხოდ, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობა ციცარს უფრო ახასიათებს და საერთოდ ციცრების გუნდში როგორც ირკვევა, ეს მეგობრული ურთიერთობები უფრო ხშირია და იერარქია ბევრად უფრო სუსტია, იერარქია და ძალმომრეობა როგორც ქათმების გუნდში. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.